დინავს. Დილითად ჯარი მოაწყო და რაღაც სიტყვითაც გამოვიდა რომ წინ ამედა ეხლა ნახე ბრძოლის სასწორზე რა დევს. დევს იმპერია უშველებელი. თუ წააგო იმან რა ქვია დარიოსმა და თუ ალექსანდრემ წააგო ეს სპარსეთის ჯარი მოწყობილი დაიძრება და გადაულიცხეს საბერძნეთს და მიაყოლებს ზედ ამ შენ იმას რა ქვია მაკედონიასაც. ანუ ორივესთვის სანქტო-საესწრაფო ბრძოლა და გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლას შეუძლია შეცვალოს ისტორია და ახალი ისტორია დაწეროს და მართლაც ეგრე მოხდა რა. ისტორია შეცვალა და ახალი ისტორიას დაწერა. ეხლა მოდი ვნახოთ როგორ იყო იმას რა ქვია ჩვენმა გამომწერმა მაგარი დაფა მაჩუკა და მაგ დაფაზე დავხაზავ. როგორ იყო ჯარი მოწყებული და ვნახოთ დარიოსმა სად დაუშვა შეცდომა. მოგლეთ მეგობრებო. კინო კი გადანახეთ თუ არა რაც ნახეთ. მაგრამ მაინც გეტყვით ორი სიტყვით თვითონ ამა როგორ დაუშვა შეცდომა. ანუ რაში მოტყუდნენ სპარსელები. კერძო დარიოსი. დილით გააღვიძეს როგორც თქვი ეს ძლივს ალექსანდრე. წამოვიდა ჯარი მოწყობილია ემზადებიან ბრძოლისათვის და აი ეს სპარსელები არიან ზემოთ. სპარსელების აი ეს იმხელა ჯარი ყავდათ რომ იყო 4 კილომეტრი. აი ეს სიგრძე. ბერძნების ჯარი იყო 2 კილომეტრი. ანუ ამხელა ჯარი კაცობრიობის ისტორიაში არავის არ აყავდა ნანახი რა. ორი ამოდენა არმია ერთმანეთს შესეოდა და ბრძოლა მომხდარიყო. ეს ბატონი დავითის შემოქმედება პატარა კაცუნებით საყავს მებრძოლი თუ მოხვალთ მუზეუმში ამასაც ნახავთ. და რა მოხდა ახლა? ამხელა ჯარს, აი პატარა ჯარს. და ეს არის 47